გამარჯობა რადიომედის დღის არხის ფორმატში პირდაპირ ეთერში განვაგრძოთ მუშაობას 16 საათი 16 წუთი ხდება და რადიომედის სტუდიაში ჩვენ ანალიტიკოს ბატონ დავით ქართველიშვილს მასპინძლობთ. გამარჯობა. მოგესალმებით ზაზა ჩვენს მსმენელს მივესალმებიას. მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა მოწვევისათვის. ბატონ დავით, BBC-ის სიუჟეტი ისევ აქტუალური თემატიკაა, ამ მიმართულებით არ წყდება. საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკოსების განცხადებები დღეს პრემიერ-მინისტრის გამოეხმაურა. გარკვეულწილად ამაზე ბევრი ისაუბრეს მმართველი პარტიის წარმომადგენლებმაც, ოპოზიციას სრულიად სხვა ხედვა აქვს. ჩვენ დავინახეთ ამ სიუჟეტის შემდეგ ერთგვარი შეფასებები და კიდევ ერთხელ პოლიტიკური განცხადებები ევროკავშირის მხრიდან. აქაც მოვისმინეთ, რომ ერთ-ერთი აქცია სწორედ ამის საპასუხოდ უნდა გაიმართოს და შემდეგ იყო განცხადება მისთან დაკავშირებით, თუ ვინმე მოახერხებდა საქართველოს მთავრობაზე ზეწოლას ამ თემატიკიდან გამომდინარეც, ეს იქნებოდა ამერიკის ადმინისტრაცია, საიდანაც ამ თემაზე საერთოდ ჯერ არაფერი არ ისმის. თქვენი შეფასებით არის თუ ხედავთ თუ არა ამ სიუჟეტის გაგრძელების პროცესი ისევ პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენების მექანიზმად, როგორ აფასებთ საერთოდ ამ სიუჟეტის თემატიკას და რა პერსპექტივას ხედავთ იმ სამართლებრივ შესაძლებლობაზე, რაზეც პერსპექტივაში საქართველოს მთავრობა აცხადებს ამ სიუჟეტთან მიმართებაში. BBC-ს ამ გახმაურებულ სიუჟეტთან მიმართებით გამახსენდა და მახსენდება ყოველთვის ესეთი ცნობილი გამონათქვამი და როცა გეგონა რომ BBC-მ ფსკერს მიაღწია, ქვემოდან დააკაკუნეს. ეს არის ზუსტად ის შეფასება ჩემი BBC-ს ამ სიუჟეტისა, იმ BBC-ს, რომლის უკანასკნელ 10 წელიწადში მხოლოდ სკანდალების მთელი გამოფენას გავეცანიმე და გამახსენდა ძალიან ბევრი დეზინფორმაციული და ფეიქ ნარატივი, რომელიც ზოგადად ძალიან გახმაურებული სკანდალის საფუძველი გახდა. ეს იყო მაგალითად პრინცესა დიანას უკანასკნელი ინტერვიუების ისეთი ინტერპრეტაცია, რომელმაც ჩრდილი მიაყენა საერთოდ ყველაფერს დაწყებულს ჟურნალისტურ სტანდარტებიდან და დამთავრებულს რაღაცა ეროვნულ ღირსებით, ხომ? ეს სკანდალი, ამ სკანდალმა იფეთქა 5 წლის წინ, შემდგომ იყო არანაკლები სკანდალი, როდესაც თავის წიაღში ისინი ხელს აფარებდნენ საკუთარ თანამშრომელს, ცნობილ წამყვანს, რომლის პედოფილიის შესახებ იცოდა მთელმა კოლექტივმა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ხელს აფარებდნენ როგორც ცნობად ადამიანს და ჟურნალისტს და ასე შემდეგ. ესეც დიდი სკანდალი იყო. სკანდალი იყო ბრექსიტის პროცესების დროს მისი დამახინჯებული, ასე ვთქვათ, გაშუქება, რომელიც საერთოდ აცდენილი იყო რეალობასთან. სკანდალი იყო პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის ძალიან მიკერძოებული გაშუქება, რაც არ უნდა იკადროს ზოგადად მედია მაგნატმა, ხომ, თან დიდი ავტორიტეტის მქონე მედია კორპორაციამ. სკანდალი იყო Russia Gate, რომლის დროსაც დონალდ ტრამპს რუსეთის აგენტი უწოდეს და დღემდე არავის თავში არ მოსვლია წლების შემდეგ მისთვის რაღაცა ელემენტარული ბოდიში გადაეხადათ. ეს ყველაფერი BBC-ში ხდებოდა. BBC-ში ხდებოდა ის ცნობილი ინტერვიუს რედაქტირება და მონტაჟი, რომლის მიხედვითაც ახალ deep fake ვარიანტში გამოდის, რომ დონალდ ტრამპი იყო ძირითადი წამქეზებელი კაპიტოლიუმის შტურმით აღებისა, ხომ? რასაც მოყვა შემდგომ ამ სკანდალის სერიოზული, ასე ვთქვათ, გამოტივტივება, რომელსაც მოყვა BBC-ს ლიდერშიპის გადადგომა და ასე შემდეგ. აი მსგავს ყვითელ პრესად გვევლინება უკანასკნელ 10 წელიწადში BBC, რომელიც ასევე გამოიყენეს ჩვენმა ფსკერს მიღწეულმა ოპოზიციურმა ძალებმა, რათა ამ და მსგავსი სიუჟეტებით გადაფარონ საკუთარი აგონიური მდგომარეობა, საკუთარი აბსოლუტური გაუფასურება ქართულ პოლიტიკურ სცენაზე, ხომ? და გადატანა ყურადღების, ისეთ საკითხებზე, რომელზეც ძალიან ძნელია ჩვენი გადასახედიდან და ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე რაღაცა სერიოზული საუბარი. მე კი არა, თქვენ კი არა, პრემიერ-მინისტრსაც კი ეუხერხულება უკვე ამ თემაზე სერიოზული კომენტარების გაკეთება. ამიტომ მე ავყევი მის ნარატივს, პრემიერ-მინისტრის სტანდარტს ავყევი დღეს და გამოვაქვეყნე სოციალურ ქსელ Facebook-ში.
ევროკომისიის იურიდიული და საფოსტო მისამართები, ელექტრონული საფოსტო ყუთი, საკონტაქტო ტელეფონი და პირიქით მოუწოდეთ ჩვენს ასე ვთქვათ ოპოზიციურ თუ არაოპოზიციურ მოსახლეობას და საზოგადოების ნაწილს არ დაფარონ არაფერი. ვისაც ამ უკანასკნელ ერთ წელიწადში რა მოუვიდა, ყველაფერზე მიწერონ, ყველაფრის საქმის ყურში ჩააყენონ ურსულა ფონ დერ ლაიენი და მისი ოფისი ბრიუსელში. ეს იქნება უნებლიე შარდვა, ეს იქნება ნაადრევი ეაკულაცია, ეს იქნება ხშირი მეტეორიზმი. სხვათა შორის წელს უჩვეულო ფოთოლცვენა თუ აკვირდებით, ისეთი არა როგორც შარშან იყო. სოფელშიც პრობლემები იქნება წველასთან დაკავშირებული. მე მაგალითად სოფელში ვცხოვრობ და დავაკვირდი ამ სიუჟეტების შემდეგ, რომ შარშან ნაყიდი ქათმები ჯერ კიდევ კვეთს ხსდებენ, მაგრამ იმ დეკემბრის აქციების შემდეგ რამდენი ქათამიც ვიყიდე, ჯერ კვერცხი არ დაუდიათ და მეც ძალიან შეშფოთებული ვარ ამ ფაქტით და ალბათ აი ამ პირველი ომის დროინდელ, მსოფლიო ომის დროინდელ რაღაც სიმპტომებთან აგვაქვს საქმე. აცის ბუმბულცვენა თუთიყუშების არ არის სახუმარო საქმე. გაგვახსენდეს ყველას, რომ უხანის ღამურების პრობლემებით დაიწყო მსოფლიოში ერთ-ერთი მთავარი მოვლენა, ხო, პანდემიის სახით და შეიძლება ეს გაპუტული თუთიყუშები საქართველოში რაღაც ახალი პანდემიის საწინდარი იყოს და ალბათ ჯანმოს კომისია უნდა მოვიწვიოთ საქართველოში აუცილებლად. აი სხვა რანაირი კომენტარები გავაკეთო, თუმცა ყველამ ვიცოდეთ, რომ ეს ყველაფერი არ არის ისე სპონტანურად ვიღაცის თავში დაბეჭდილი სცენარი, ხო? ეს არის ზუსტად ის მორიგი ფეიკი და დეზინფორმაცია, რომელიც ალბათ საფუძვლად დაედება რაღაც ახალ ევრორეზოლუციას, ხომ? მერამდენეს უკვე საქართველოსთან მიმართებით. ძველმა რეზოლუციებმა პრაქტიკული სვლა ვერ ჰპოვა ევროკომისიების დონეზე, დარჩა რაღაცა სარეკომენდაციო ხასიათის სიგიჟეთ და ახალი სიგიჟეც ხომ უნდა გამოაცხონ, იმიტომ რომ ევროპას და ბრიუსელს სხვა პრობლემები არ აქვს, ამას ბჭყალებში ვიძახი. ევროპას და ბრიუსელს დღეს რომ პრობლემები აქვთ, ამ პრობლემების ჩამონათვალს ერთი გადაცემა არ გვეყოფა ძალკე აღებული, მაგრამ აი საქართველოში რა სიგიჟეც ხდება, ხო, გაპუტული თუთიყუშების თუ რაც ჩამოვთვალე იმ სიმპტომების რაღაც აღმოცენება ხომ ამ წელიწადში, აი ამით თუ სწალია ბრიუსელს ქალბატონ ურსულა ფონ დერ ლაიენს, ყვითელ პრესას BBC-ს სახით, ღმერთმა ხელი მოუმართოს თუ ეშმაკმა, ხო, ეს კიდევ ცალკე საკითხია. უცნაური სიმპტომატიკების არასტანდარტული თქვენი მხრიდან ანალიზიც ისეთ მოულოდნელი იყო. გასაგებია თქვენი ხედვა, აი ჩვენ რასაც ახლა აკვირდებით, აი თემა რომ ამოვწუროთ შიდა პოლიტიკური მიმდინარე პროცესებისა და შემდეგ აუცილებლად ვისარგებლებ შემთხვევით და გლობალურ პოლიტიკაზე ვისაუბროთ, იმიტომ რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი სტრატეგიული დოკუმენტი გამოქვეყნდა. პროცესების როგორ განვითარებას ვარაუდობთ იმ მოსამულობაშიც, რაც ახლა გაგვაჩნია ჩვენ შიდა პოლიტიკურ ოპოზიციურ ველზე. პარლამენტში შესული ოპოზიციონერების გარკვეული ნაწილი ახლა ისე ვითხოვს, თქვათ, საგამოძიებო საპარლამენტო კომისიის არსებობას. გუშინ ჩვენ აქვს ნომარი ყავდა, რომელმაც თქვა, რომ თუ ძალოვან სამსახურებში საგამოძიებო საქმიანობა მიმდინარეობს, ახლა რასვლის საპარლამენტო საგამოძიებო კომისია. მოკლედ პროცესების განვითარებას როგორ ვარაუდობთ და რამდენად შეიძლება ეს იყოს კიდევ ერთი ისეთი იმპულსი, რომელიც რაღაცა ამინს შეცვლის შიდა პოლიტიკური რეალობისას. კი ბატონო, თქვენს წინა შეკითხვაში ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი იყო და მე დავასრულებ მასზე პასუხის გაცემას. სუსში მიმდინარეობს დიახ გამოძიება აი ამ BBC-ს სიუჟეტთან დაკავშირებით, ყოველდღიურად ხდება კონკრეტული ადამიანების დაბარება, მათი გამოკითხვა, ამ გამოკითხვის შედეგად უკვე ვიცით, რომ ის ადამიანი, ის პირველ წყარო ამ დეზინფორმაციის, რომელიც მან მიაწოდა BBC-ს, დღეს ფაქტიურად უარყოფს რაღაც დეტალებს ამ პირველ წყაროსთან დაკავშირებით, საიდან აქვს ეს ინფორმაცია და არაფერი მსგავსი ჩემს მიერ მიწოდებული არ იყო. ეს ყველაფერი გამოწვეულია იმ მოულოდნელობით, რომ ალბათ ფსონი იყო დადებული იმაზე, რომ სახელმწიფოს მხრიდან სერიოზული, ასე ვთქვათ, გამოხმაურება ამას არ მოყვებოდა.
და ეს დეზინფორმაცია აგორდებოდა რაღაცა მოვიქ რაღაცა ტრიგერში და კატალიზატორში იმ ქუჩაში გადატანილი რაღაცა მოვლენების მით უმეტეს ისეთ მგრძნობია ქართველი ადამიანისთვის თემაზე როგორც არის ჩვენი ახალგაზრდების ჯანმრთელობა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ მაგრამ ეს ფსონი ამ ფსონმა ვერ ითამაშა გამოძიება ქვეყნის შიგნით დაწყებულია და ამ გამოძიების წინაშე მოუწევს წარდგომა ყველა იმას ვინც დღეს დაზარალებულად თulis თავს ხო თავისი ოღონდ მტკიცებულებების ბაზით ზოგადად BBC-მ დაარღვია მთავარი რაც მედიას არ ეკადრება ეს არის ჟურნალისტური სტანდარტი როდესაც შენ იღებ შენ თავზე და კონკრეტულ სახელმწიფოს ადანაშაულებ ძალიან სერიოზული კონვენციების და საერთაშორისო ასე ვთქვათ ვალდებულებების დარღვევაში ხო როგორც არის კონვენცია ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის არ გამოყენებაზე როგორც არის იმავე თემაზე 1925 წლის ჟენევის პროტოკოლი შენ უნდა გაგაჩნდეს ხელთ უტყუარი მტკიცებულებები რასაც წარმოადგენს საექსპერტო დასკვნები თუნდაც გამაგრებული ისეთი ამ თემაზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებით როგორც არის Amnesty International და ასე შემდეგ როდესაც შენ გაგაჩნია ისეთი მოწმეთა ბაზა რომლებიც ერთ დღეს რაღაცას ომიტყვიან მეორე დღეს არ გადათქვამენ ამას გამოძიების წინაშე წარდგენით ამიტომ როდესაც შენ ეს ყველაფერი არ გაგაჩნია აი ჩალის ფასი აქვს შენს სიუჟეტს და შენს კვლევას და შენს აი ამას არც ერთი როგორ გითხრათ ღირსების მქონე თუ რეპუტაციული ზიანის წინაშე მდგომი ორგანიზაცია თავის თავზე არ აიღებს ამაზე დაყრდნობით რაღაცა სასანქციო სიგიჟე მოიგონოს და რაღაცა ისეთი გამანადგურებელი რეზოლუცია შეთხზას საქართველოს წინააღმდეგ რომლის უკან არაფერი არ დგას ეს ერთი მეორე სახელმწიფო აუცილებლად უნდა მიმართოს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს. არა, როგორ გითხრა, არა დეფამაციის ფაქტზე, არა ფალსიფიკაციის, დეზინფორმაციის ფაქტზე, რაც არ არის ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს ასე თქვა პრეროგატივა, მაგრამ მან თავი უნდა დაიცვას, კიდევ ერთხელ ვამბობ, ისეთ სერიოზულ დანაშაულში ბრალდებებისაგან, როგორც არის ეს მოხსენებული, ჩემს მიერ მოხსენებული კონვენციების დარღვევა და ყველამ უნდა აგოს პასუხი. ანუ ერთი რომ უნდა მიუმართოთ ჰააგას, საქართველოს BBC-ს წინააღმდეგ და ჩვენი რეპუტაცია დავიცვათ უკვე საერთაშორისო მართლმსაჯულების დონეზე. და მესამე, რისთვის იყო ეს ყველაფერი გამიზნული? თუ ამაზე აგებით, კიდევ ერთხელ უნდათ, რომ საქართველოს მოახვიონ რაღაცა სასანქციო, რაღაცა შანტაჟში, ხომ? ან ბიძინა ივანიშვილის სახელმა გაიჟღეროს კიდევ ერთხელ ამ კონტექსტში, ან იმ ავათხსენებულ უკვე ევროლიბერალიზაციის გაუქმება მოინდომონ აი ამ დეზინფორმაციის საფუძველზე. საქართველოს დღეს არ არის ის უუნარო წარმონაქმნი, რომელსაც საკუთარი ღირსების, რეპუტაციის და სიმართლის დაცვა არ შეუძლია თქვა სტრასბურგის სასამართლოში. და ნებისმიერი საქართველოს წინააღმდეგ უსამართლოდ გამოტანილი, უკვე პრაქტიკულ ჭრილში გადატანილი ეს ევრორეზოლუცია, თუნდაც ევროკომისიის დონეზე, აუცილებლად უნდა გახდეს მორიგი ახალი უпростоრეთ სასამართლო პროცესის საწინდარი საქართველოს ევროკომისიის წინააღმდეგ და ჩვენ ვიცით რომ აქაც კი დიდი პრობლემები აქვს. უკანასკნელ მინისტერიალზე ხომ არც მალავდნენ რომ სავიზო რეჟიმის გაუქმებას არ უჭერს მხარს ევროკავშირში შემავალი წევრი ქვეყნების ის კრიტიკულად საჭირო ნაწილი რომელიც დააჭერს მწვანე ღილაკს და ერთბაშად გაუქმდება ყველაფერი რაც აქამდე საქართველოს მიიღო თავისი დაუღალავი შრომით, თავისი რეპუტაციით და რაც მთავარია იმ სუბიექტებთან მიმართებით, რომელთანაც ყოველთვის ყოველ ჯერზე ხდება ჩვენი შედარება, ხომ, უკრაინა და მოლდოვა, ნუ ეს საერთოდ მორიგი სიგიჟეა რა, და რომელთანაც აი არ ვიცი რა კომპონენტში გვადარებენ, რა უნდათ. თვე არ გადის კვარტალი არ გადის, ჩვენ არ მოგვივიდეს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ სხვადასხვა სფეროში შემუშავებული ინდიკაციების მიხედვით საქართველოს მოწინავე როლის შესახებ ინფორმაცია, ხომ? ეს იქნება ევროკავშირის დონეზე, მსოფლიო დონეზე,
ეს ინდიკაციები ეხება ყველაფერს, ეკონომიკურ წინსვლას, კორუფციასთან ბრძოლის, ასე ვთქვათ, წარმატებას, თავისუფლებას, აზრის გამოხატვის, სიტყვის გამოხატვის და ასე შემდეგ. პროგრესი შეიმჩნევა ამ ყველაფერში და როდესაც ვინმე ევროკომისიაში უბრალოდ დეზინფორმაციაზე აგებით, ხო? გაიფიქრებს, რომ მოდი საქართველოს პრაქტიკულად დავსაჯოთ, ხო? ან რაღაც სანქციებით, ან რაღაცა დაფინანსების შემცირებით, თუ კიდევ რაღაცა დაკნინებით და შეურაცხყოფით, ჩვენ ისეთი გამამართლებელი ბაზა გვაქვს ჩვენ, ფაქტობრივი მონაცემების, ხო? უბრალოდ საინტერესოა, რას ეყრდნობიან ისინი, როდესაც ამას გვიპირებენ. მით უმეტეს იმ კონტექსტში, რაც ხდება დღეს უკრაინაში თუ მოლდოვაში. კი ბატონო. ბატონო დავით, თქვენ აღნიშნეთ, რომ ასე ვთქვათ, შემთხვევითი არ არის, რომ ეს თემატიკა, გაზის თემატიკა წამოიწია, მით უმეტეს ჩვენთვის ეს სენსიტიურია იმ ბოლო პერიოდის ჩვენი მახსოვრობიდან გამომდინარე, რასაც ადგილი ჰქონდა თუნდაც 9 აპრილს და ეს ემოციურ დონეზეც ბევრ რამეს უკავშირდება. ეს ერთი მხრივ საქართველოს შიგნით და საქართველოს ფარგლებს გარეთ ზოგადად ქიმიური მომწვანავი ნივთიერების საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ გამოყენება არაერთხელ გამხდარა დასავლური წამყვანი ქვეყნებისთვის მიზეზი იმისა, რომ მერე უფრო მკვეთრი მოქმედებები განეხორციელებულა სხვადასხვა ქვეყნებში. მაგალითისთვის, სხვას არ გავაგრძელებ, აგერ ბოლო იყო, მე მგონი ლიბია. კი ბატონო. და მერე ბაშარ ასადი და მერე იყო ცალკე საუბარი იმაზე, რომ მართლა ქონდა ამას ადგილი თუ არ ქონდა. კი ბატონო. შესაბამისად ამ მოცემულობაში ის სამართლებრივი ნაწილი, ანუ გამოძიებით კითხვებზე პასუხის გაცემა და ამ მხრივ ზუსტად მონაცემების წარმოქმნა საზოგადოებისთვის და სიმართლის და რეალობის თქმა არის მნიშვნელოვანი როგორც შიგნით, ასევე საერთაშორისო სამართლის გამოყენებით ამ სამართლის და სიმართლის გატანა საერთაშორისო დონეზე, ანუ ორივეს სხვადასხვა ღირებულება აქვს ჯამში აბსოლუტურად სხვა მოცემულობას მოგცემს. აბსოლუტურად გეთანხმებით. არა მხოლოდ სირია, არა მხოლოდ ლიბია. ერაყში შეჭრა და იმ ფართომასშტაბიანი, ისე რა ქვია, ინტერვენცია, ხომ და ფაქტიურად აღარ წავედი იქით. ფაქტიურად სახელმწიფოს განადგურება და სახელმწიფოს ხელისუფლების ფიზიკური განადგურება, ხომ ზუსტად მაგით იყო, ამ ფეიკით იყო გამოწვეული, ხო, ოფიციალურად, ბიოლოგიურ და ქიმიურ აკრძალულ რაღაცა იარაღის შექმნაზე მუშაობს ერაყის მთელი ლაბორატორიები და მეცნიერები, ხო, რაც მე კოლინ პაუელმა სამარცხვინოდ აღიარა, რომ ეს ყველაფერი იყო deep fake და ეს ყველაფერი იყო დეზინფორმაცია. მაგრამ რა კარგია ხომ ესეთი აღიარება, როდესაც ამის უკან არის, ნუ არ ვიცი, ტონობით დაღურული. როცა ამან უკვე შედეგი მოიტანა თავისი ქვეყნის განადგურება, ხო? ან ვიღაცას თუ გონია აი ამ ჩვენს ასე ვთქვათ აკაცუკების რიგებში, რომ აი ამ დეზინფორმაციას მოყვება თბილისის და საქართველოს დაბომბვა, ხო? ბელგრადის დაბომბვის მსგავსი, რომ ვიღაცა ააფრენს ლონდონის შემოგარენიდან, სამხედრო აეროდრომიდან ბომბდამშენებს და საქართველოს განადგურებენ. ნუ არ ვიცი. აი ამ სიგიჟესთან გველის ყოველდღიური გამკლავება, ხომ? 90-იან წლებში ჰეროიკულად ვებრძოდით იეღოვას მოწმეებს, რომლებსაც ვერ დაანგრიეს საქართველოს, შემდეგ მოყვა ამას, რა ვიცი, მე ჩინეთიზაციასთან ჰეროიკული ბრძოლა, მე რუსიფიკაციასთან, რა ვიცი, არაბიზაციასთან მიმდინარეობს ახლა და აგერ ახლა უკვე გაპუტული თუთიყუშების თემაზე აკრძალულ რაღაცა ნივთიერებებს ვეძებთ იქ, სადაც ისინი არ არსებობენ. ნუ რა გაეწყობა? ჩვენ ისეთი იმუნიტეტი გვაქვს ამ ყველაფრის წინააღმდეგ და ამ იმუნიტეტის მთავარი იარაღი ქვია სიმართლე. როდესაც შენ სიმართლით ხარ შეიარაღებული და პლუს ამას შენ ამ სიმართლის დაცვას უკვე აპირებ როგორც საშინაო, ასევე საგარეო მასაჯულების დონეზე, მე არ ამგონია ვინმეს დღეს რამე გამოუვიდეს საქართველოს წინააღმდეგ. გასაგებია. ბატონ დავით, ჩვენ ახლა მე მგონი 10 წუთამდე გვჩება ხო საეთერო დრო და ეს ნაწილი მინდა დაუთმოთ საგარეო პოლიტიკას, ვისარგებლოთ თქვენი აკყოფნის, მით უმეტეს რომ დღეს გამოქვეყნდა საკმაოდ მნიშვნელოვანი ნიშანდობლივი დოკუმენტი, ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია, დოკუმენტი, რომელიც თეთრი სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა და გამოაშკარავდა, ხელმისაწვდომი გახდა. პრინციპში ახალს თითქოს არაფერს არ ამბობს, მაგრამ ის, რაზეც ანალიტიკოსები მიუთითებდნენ და საუბრობდნენ
ვერსიებზე და ხედვებზე ეს ყველაფერი ასე ვთქვათ დოკუმენტის სახესღებულობს და სხვა მოცემულობაა. ძალიან მოკლედ ვეცდები რომ რადიო მსმენელისთვის ის ძირითადი პოსტულატები გამომახვილო ყურადღება რაც აქ არის და შემდეგ უკვე თქვენ დაგითმოთ დროს რომ თქვენი პასუხი მოვისმინოთ. დამეთანხმებით ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი მრავლისმხრივი დოკუმენტია ისეთი სახელმწიფოს მხრიდან როგორიც არის ამერიკის შეერთებული შტატები. სტრატეგიაში აღნიშნული აქვთ მათ რომ პრინციპში მთელ აქცენტს გამოდის რომ ამ დოკუმენტიდან მოკლედ რო ვთქვათ აქცენტს გადაიტანენ წყნარი ოკეანისა და ინდოეთის ოკეანის მიმართულებაზე ძირითადად იქ ჩინეთის მეზობლად სივრცეების კონტროლის სამხედრო ელემენტების გაზრდაზეც და ჩინეთის ანუ მთავარი კონკურენტის ეკონომიკური შესაძლებლობების ნაკლებად გავრცელების თვალსაზრისით და მთელი აქცენტი გადააქვთ იქით. ამასობაში საუბრობენ რა თქმა უნდა არავის არ ვიწლება მათი მხრიდან ევროპაც და მიუთითებენ რომ მათი მიზანია ევროპა დაეხმარონ, შეასწოროს მან ამჟამინდელი ტრაექტორია და ამბობენ რომ მათ ძლიერი ევროპა სჭირდებათ იმისთვის რომ მათთან ერთად ითანამშრომლონ საერთო მოწინააღმდეგის წინააღმდეგ რომ ხელი შეეშალოს ევროპაში დომინირებას. ახლა ამ საერთოში ერთდროულად რუსეთი იგულისხმება და ჩინეთი თუ ცალ-ცალკე სალკე თემაა, მაგრამ ფაქტია რომ ჩინეთი ერთ-ერთი არის ამ ნაგულისხმებში. კიდევ ამ დოკუმენტიდან გამომდინარე ამერიკის შეერთებული შტატები მკაცრად აფასებს ევროპის დღევანდელ მდგომარეობას და უწუნებს ცივილიზაციურ დაღმასვლას უწოდებს მის დღევანდელ ყოფას. ამბობს რომ ნაკლებ ყურადღებას აქცევენ ისინი უსაფრთხოების ელემენტს და ამ მიმართულებით საინტერესოა კიდევ ის დეტალი რომ ამერიკის შეერთებული შტატები ევროპას და ესეც ახალი არ არის ადრე ამაზე ტრამპს ულაპარაკია მიუთითებს რომ მათ 2027 წლისთვის ნატოს თავდაცვის შესაძლებლობების უმეტესი ნაწილი საკუთარ თავზე აიღოს და ფინანსურ პასუხისგებლობაც გადაიბარონ. აქ უკრაინასთან მიმართებაშიც პრინციპში ახალი და განსაკუთრებულიც დიდი არაფერი არ არის. გასაგებია რომ ამერიკას აქ ინტერესი ექნება, მაგრამ საინტერესოა კიდევ ერთი თემა ჩვენი რეგიონი გამოდის რომ უსაფრთხოების ინიციატივები უფრო მეტად ალბათ განხილვის საგანი იქნება შავი ზღვის სტაბილურობის პრიზმაში, აი ამ ჭრილში და ჩვენთვის ეს იგივე საზღვაო ნაწილში და ზოგადი ინფრასტრუქტურული მიმართულებით ყურადღების გამახვილების ალბათ ნიშანი და სიგნალი უნდა იყოს და ეს იმდენად დიდი და მოცულობითი დოკუმენტია, ახლა ყველაფერს აქ ვერ მივიხილოთ, მაგრამ მთავარი სიგნალები არის ეს, რომ ამერიკა გლობალური მისი მოქმედებებიდან გამოდის ამ რეჟიმიდან აქცენტს აკეთებს ნარკოტრაფიკთან ბრძოლაში და გასაგებია ნარკოტრაფიკს დღეს რო ამბობს იგულისხმება ვენესუელა თავის რეგიონში აქცენტს მეც აკეთებს ატლანტიკის ინდოეთის ოკეანისკენ და ინდოეთის რეგიონზე ყურადღებას მეტად გადაიტანს და მისი ეს მოდუნებული ყურადღება ევროპაზე როგორ აისახება და უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე ეს კიდე საინტერესოა და არ გამოვრიცხავს სწორედ ეს იყოს იმის მიზეზით რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა ამერიკას უკრაინაში კონფლიქტის მოგვარება და ამ ნაწილის არ ვიცი თუნდაც დროებითად დახურა რომ სრულად მოახერხოს კონცენტრაცია იქით ფლანგზე ეს სტრატეგია არის ფაქტიურად გაგრძელება 2018 წლის ჰელსინკის სამიტზე შემომშავებული ასე ვთქვათ ხედვებისა პუტინსა და ტრამპს შორის, რომლის ხოთშესხმა აპირებდა ტრამპი იმით რომ გააგრძელებდა თავის საპრეზიდენტო მეორე ვადას, მაგრამ როგორც დღესაც თვლის ის გამარჯვება საპრეზიდენტო მას მოპარეს, ამიტომ შეიქმნა აი ეს ვაკუუმი. და შეიცვალა მოცემულობაც უკრაინის ომით. აი ამით იხელთეს deep state-მა დემოკრატიულმა პარტიამ და გააფუჭეს ყველაფერი, ისი გაფუჭებაც მოასწრეს აი ამ 4 წლიანი ადმინისტრაციაში ყოფნის პირობებში და ეხლა ფაქტიურად ტრამპს უწევს აი იმ შეჩერებული ასე ვთქვათ ხედვების გაგრძელება და განხორციელება. ისეთი მდგომარეობის შექმნა გლობალური თვალსაზრისით, რომ იმ ხედვების გაგრძელების ეტაპთან მივიდეს და განაახლოს. რა თქმა უნდა, ტრამპის ადმინისტრაციის მთავარი ინტერესი არის დღეს, ძირითადი ინტერესი ეს არის ინდოეთი და ჩინეთი. არანაირი ინტერესი კი ბატონო და ეს რეგიონი ზოგადად ავსტრალიის ჩათვლით. არანაირი ინტერესი არ გააჩნია გაკოტრებული ევროკავშირის მიმართ, რომლის
პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს აი მაქსიმუმ რაც აღირსა თავის შოტლანდიაში გოლფ კლუბის ტერიტორიაზე მიღებით, სადაც ნუ არ ვიცი ადამიანი გადადგომაზე დაწერდა ხელს იმ შემოთავაზებებზე წასვლის შემდეგ, რაც მან გააკეთა, ანუ 750 მილიარდი დოლარის ოდენობის ძვირადღირებული გაზის შესყიდვის ვალდებულება, ტარიფები რაღაცა სასწაული ხასიათის, რომელიც აისახება რაზე მოსახლეობის ევროპელების სოციალური დახმარების შემცირებაზე, რათა მათ დაფარონ ამ ტარიფების უზრუნველყოფა, ხო, მონეტიზაცია და აიძულა 600 მილიარდი დოლარის ინვესტიციების ჩადება ამერიკის ეკონომიკაში და ამაზე ურსულა ფონ დერ ლაიენი გახარებული იყო და რაღაც დიდ მიღწევად და რაღაცა გაასაღა ეს ყველაფერი. ყველანი ვხედავთ, რომ ევროპის კონტინენტზე ტრამპი ამჯობინებს პირდაპირ კონტაქტების გაძლიერებას და დამყარებას იმ ლიდერებთან, რომლებსაც ენდობა. ეს არის პირველ რიგში ვიქტორ ორბანი, რომელსაც შეხვდა ამას წინათ და არნახული სამიტი შედგა და ხელშეკრულება მოლაპარაკებები ყველა ნაირი, რომელიც ბრუსელის სანქციებთან არაფერ კავშირში არ არის და ფაქტიურად ვიქტორ ორბანმა თავის მოსახლეობას მიულოცა ის, რომ წელს მათ ეკნებათ იაფი გაზი და ზამთარი იქნება არაჩვეულებრივი. და ნაირი პოლიტიკური მორიდება ღერძზე გადადა და ჩავიდა. იგივე ჯორჯა მელონი, ხო, იტალიის პრემიერ-მინისტრი და დღეს მათ რიგებს შეუერთდა ბელგიის პრემიერ-მინისტრი, ხო, რომელმაც ფაქტიურად წითელი ბარათი ამოუღო ურსულა ფონ დერ ლაიენის გადაწყვეტილებას გაყინულიყო რუსეთის რაღაცა აქტივები, ხო, აბსოლუტურად და დღეს მერცი ჩადის ბელგიაში, რათა დაარწმუნოს ბელგიელი კოლეგა რასთან აგვაქვს საქმე. მოკლედ, ევროკავშირი გადადის მერცის შესახებ ინფორმაციას მერცი გაესაუბრა იმას ზელენსკის და უთხრა რომ თხილად იყავი ამერიკელებთან, თქვენთანაც თამაშობენ და ჩვენთანაც. კი, ბატონო, ხო, რუბიომ თქვა რომ დღეს ვენესუელა უფრო გვაწუხებს ვიდრე უკრაინა, ევროკავშირის ბედი არ აწუხებს არავის და ამ ყველაფრის ფონზე ევროპაში იკვეთება ახალი ცენტრი. ცენტრალური ევროპა დავარქვათ, აღმოსავლეთ ევროპა დავარქვათ, რომელზეც შედის უნგრეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, ავსტრიაც, კი ბატონო და ხვალ აუცილებლად პოლონეთიც შეუერთდება, აუცილებლად. და ბალკანეთის, რა თქმა უნდა, მთელი რიგი ქვეყნები. ამიტომ ტრანსფორმაციის პირასავად ევროკავშირის და ძალიან საინტერესო პროცესებია მათ შორის ჩვენთვის, ქართველებისთვის, რომლებმაც იმ დამახინჯებულ ევროკავშირზე უარი ვთქვით, დავაპაუზეთ ეს ასე თქვა ჩვენი მისწრაფება, მაგრამ ახალი ევროპის ტრანსფორმირებული ევროპის პირობებში შეიძლება ჩვენთვის ძალიან საინტერესო შესაძლებლობების ფანჯრები გაიხსნას. კი ბატონო, სამწუხაროდ ჩვენი საერთო დრო იწურება. უბრალოდ ინფორმაციისთვის, რადგან ამ თემაზე საუბრობდით, შევახსენოთ რადიოსმენელს, რომ მაიამიში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა შეხვედრა ამერიკის შეერთებულ შტატებში უკრაინის დელეგაციის წევრებთან. მანამდე ბევრი ინფორმაცია ვრცელდებოდა, რომ რაღაც ტერიტორიების დათმობა, ასე შემდეგ, ეს ყველაფერი ჭორია დოკუმენტურად არ ვიცით. იქ ისიც ითქვა, რომ ბევრ რამეზე კონკრეტულ რეგიონებზე უარი თქვა საერთოდ უკრაინამ. ყოველ შემთხვევაში ასე თუ ისე ინფორმაცია იქიდან ოფიციალური არ გამოდის. ერთადერთი ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა გააკეთა განმარტება, რომ უკრაინის სამშვიდობო პროცესში გარკვეული პროგრესი არსებობს და იმედი გამოთქვა, რომ უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში პროგრესის რაღაცა გადახურდავება მოხდება უკვე შედეგიან დოკუმენტში. ჯერჯერობით ასე იკითხება, რა გამოვა ვერ ვნახოთ, მაგრამ ისიც საინტერესო იყო ამერიკის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, რომ გარკვეულწილად აღიარეს, რომ ეგონათ უფრო მარტივად მოაგვარებდნენ ომის დასრულების თუნდაც დროებით დასრულების დოკუმენტს ამოქმედებდნენ, აი ამ შეთანხმებას მიაღწევდნენ, მაგრამ მათთვისაც როგორც ჩანს რეალობა უფრო რთულია ვიდრე ხედავდნენ. კი ბატონო. მადლობა კიდევ ერთხელ სტუმრობისთვის, თქვენი პოზიციის განმარტებისთვის. ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი იყო ჩვენი სტუმარი, მასთან დიალოგი რადიო იმედის Facebook გვერდზე აიტვირთებათ.